გამარჯობა, მოგესალმებით. ხელოვნების სახლი აგრძელებს დისკუსიათა ციკლს. დისკუსიები გორზე. ჩვენ არაერთ გამოჩენილ გორელზე ვისაუბრეთ ამ დისკუსიების ციკლში და დღეს კიდევ ერთ შესანიშნავ ადამიანზე გვექნება საუბარი. ეკატერინე გაბაშვილი შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის მხოლოდ მაგდანას ლურჯათი იცის, თუმცა ამ ქალს უდიდესი ღვაწლი აქვს განათლების მიმართულებით ჩადებული და განსაკუთრებით ქალთა განათლების მიმართულებით გაწეული. სწორედ ეკატერინე გაბაშვილზე ვისაუბრებთ და მოვიწვიეთ პროფესორი ველა გაფრინდაშვილი, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება ეკატერინე გაბაშვილის შესახებ, მისი მოღვაწეობის შესახებ, მის მიერ დანერგილი ლიტერატურული სტილის შესახებ. მოგესალმებით და დიდი მადლობა ქალბატონ ლელა რომ ჩამოგბრძანდით და გორი გამორჩეულია ალბათ იმ ადამიანებით, რომლებიც ქმნიდნენ არა მხოლოდ ადგილზე, საზოგადოებრივ ცხოვრებას, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ხო და აი ერთი შტრიხი თუნდაც რომ ეკატერინე გაბაშვილი იაკობ გოგებაშვილს კარგად ცნობდა და თვითონ იაკობმა დააჯილდოვა ის ერთ-ერთი დედაენის ერთ-ერთი ეგზემპლარით, უკვე ძალიან დიდ რამეზე მეტყველებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და აი გისმენთ. დავიწყოთ ალბათ მისი ბავშვობიდან, მისი აი გორში გატარებული ცხოვრებიდან და გავარდნით. დიდი მადლობა პირველ ყოვლისა მოწვევისთვის. ეს ერთ-ერთი ადამიანია, შეიძლება ითქვას, ეკატერინე გაბაშვილი, რომელსაც აი სწავლობდა, აი სულ განცდა რომ კიდე რაღაცა არ არის ბოლომდე შესწავლილი. ნამდვილად ასეთია, იმიტომ რომ რაც არ უნდა წაიკითხო მისი პუბლიცისტური წერილი, პიესა, რომანი, მოთხრობა, აი სულ გაქვს განცდა, რომ თვითონ ეს ნაწარმოები ნასაზრდოებია იმდენი რაღაცა გარე ფაქტორებით და თუნდაც ცოდნის თვალსაზრისით იმდენი რამეა შიგრო, აუცილებლად პროვოცირებს, რომ აი წახვიდე სხვადასხვა მიმართულებებით იკვლიო ეს ადამიანი. ჩემი ინტერესზე გეტყვით მოკლედ რამაც გამოიწვია 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ერთ-ერთი ინტერესი რაც გაჩნდა, ეს გაჩნდა ინტერესი ბუნებრივია ჩვენი წარსულის მიმართ, ხო? აი, იმიტომ რომ წარსული ძალიან რეპრესირებული იყო, საქართველოს წარსული და განსაკუთრებით ის წარსული, რომელიც არ აწყობდათ კომუნისტებს. აი ამ წარსულის რეანიმაცია დაიწყო საკმაოდ ისე დამალული ისტორიის და ძალიან ბევრი აკრძალული ლიტერატურა კომუნისტების დროს გამოიცა და ასე შემდეგ, ხო? ქალთა საკითხიც ერთ-ერთი ასეთი თემა იყო. ეს ინტერესი გააძლიერა იმანაც, რომ ფონდები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში, ვთქვათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მათ ყველას ჰქონდა ღია საზოგადოება, ყველას ჰქონდათ ეს ქალთა პროგრამები და კვლევით საქმიანობით ინტერესდებოდნენ. იმართებოდა ასევე აი ამ ტიპის დისკუსიები, როგორც დღეს გვაქვს და ამ დისკუსიებზე განსაკუთრებით კრიტიკული შენიშვნები ისმოდა დარბაზებიდან, რომ ჩვენ რა გვინდა ემანსიპაციაზე საუბარი ქართველებს, როდესაც დედოფალი ყავდა მე-12 საუკუნეში, როდესაც ყავს უამრავი მწიგნობარი ქალი, ჩვენი ისტორია არ არის სტერილური სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ქალებით, მწერალი ქალებით. ეს კრიტიკა შეიცავდა რაღაცა აზრით, ხო, ისეთ ჭეშმარიტების მარცვალს, ხო, ანუ სჭირდება თუ არა ემანსიპაცია იმ საზოგადოებებს და იმ კულტურებს, რომლებიც პროქალურები არიან, ან თქვათ, რომლებშიც ბევრი ქალია, ხო, სჭირდება ამ საზოგადოებას ემანსიპაცია. ეს იყო ნამდვილად ფუნდამენტური კითხვა და მეორე, რაც ამ დისკუსიებზე შევამჩნიე, იყო ის, რომ საზოგადოება უფრო ძალუმად და ისეთი დიდი ენთუზიაზმით იხსენებდა თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შუშანიკს, ვთქვათ და
არაფერს არ ამბობდა მე-19 საუკუნეზე, მე-18 საუკუნეზე, მე-20 საუკუნეზე, ხო? ესე იგი, თუ ისტორიაში ქალები ფუნქციონირებდნენ, ახდენდნენ გავლენას და ეს გავლენა დღესაც შეიმჩნევა და დღესაც, ასე ვთქვათ, ცოცხალია, მაშინ სად არიან ქალები მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში? აი, რატო არ იხსენებს ეს ხალხი, კრიტიკოსი ხალხი ამ ქალებს? და იქნებ ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ გასაგებია თამარი ქეთევანი, შუშანიკი კი ბატონო, სუფრებზე სადღეგრძელო ხო, ეს მეორე ვის არის კიდე, რამდენად იციან? ხო, ეკატერინე გაბაშვილზე ვუყვებით თაობას, რომელიც მე სუფრაზე შეიკრიბება და ითხოვს დიახ, აი სწორედ მაგეთ ხო, ძალიან ისე აი დაბლა დავეშუ, ვძნობ, მაგრამ ხო, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სადღეგრძელო გორის ციცით რამდენამეა ზოგადად, ძალიან საკვლევი თემა. ხო, აი ჩვენი ბრალი ხო არ არის. ხო და აი მაგ ბრალზე მივდივარ სწორედ და მაგიტო დაუკავშირე აი ამ ისტორიის რეანიმაციაზე, რომ ეს კულტურული ფენომენები და ეს ისტორია არის სწორედ ის ისტორია, რომელიც იყო რეპრესირებული. თქვათ, იგივე ეკატერინე გაბაშვილზე ჩვენ ვიცოდით კი ბატონო, რომ მაგდანოს ლურჯა დაწერა, მაგრამ არაფერი არ ვიცოდით მის საზოგადოებრივ საქმიანობაზე, მის პუბლიცისტიკაზე. ხო? იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად ილია ჭავჭავაძეზე, ხო? ოთარანთქვრივი კი ბატონო ვიცოდით და გლახისნა ამბობი ვიცოდით, მაგრამ ის რა წვლილიც ილიას ჰქონდა აი ამ ნაციონალური იდენტურობის გაღვიძებაში, პუბლიცისტიკა, ან სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მან დაწერა, ხო? რა თქმა უნდა, ამის შესახებ არ ვიცოდით. ანუ ეროვნულ იდენტობას თქვათ ისეთი თვითგამოხატვას, რაც უკავშირდებოდა ნაციონალურ იდენტობას, აი ეს იყო სწორედ რეპრესირებული და ეს ქალები, რომლის კვლევისკენაც მე მიბიძგა სწორედ აი ამ 90-იან წლების დისკუსიებმა, არიან სწორედ ის ქალები, რომლებმაც ფუნდამენტი ჩაუყარეს, შეიძლება ითქვას, აი ამ ქართულ იდენტობას და ის რაც იყო რეპრესირებული, რაც იყო მიძინებული, რაც იყო ტვერ მიყრილი, აი სწორედ იმის, ასე ვთქვათ, გახალხურება დაიწყეს და აი სწორედ ეკატერინე თარხნიშვილი, გაბაშვილი არის სწორედ აი ამ ქალების ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი. მე როდესაც აი ამ საარქივო მასალას ვეცნობებოდი და შემდეგ უკვე რაღაცნაირი კლასიფიკაცია მომინდა ამ მთელი მასალის, ბუნებრივია მინდოდა რომ აი რაღაცა ყველა ეპოქის ფუძემდებლად ამერჩია ერთ-ერთი ქალი. და აი მე-19 საუკუნის 40-იანი 50-იანი წლების ფუძემდებელი არის ბარბარე ერისთავი ჯორჯაძე, რომელიც სხვათა შორის ასევე ძალიან სუსტად არის შესწავლილი და ეხლა სწორედ აი ამ სამ ქალზე ვაკეთებ წიგნს და შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ გორში ამ წიგნით. მეორე პერიოდის უკვე არის ეკატერინე გაბაშვილი და შემდეგი უკვე მე-20 საუკუნის 10-იანი წლების არის კატო მიქელაძე, ანუ ეს სამი ქალი, რომლებიც ბიოგრაფიებითაც ძალიან კავშირში არიან ერთმანეთთან და თავიანთი საქმით კიდე რაღაცნაირად განაპირობეს წინამორბედებმა განაპირობეს ეს შემდგომი ქალების, ასე ვთქვათ, აქტიურობა. რაც ეხება ეკატერინე გაბაშვილს, ის დაიბადა გორში, ბავშვობა აქ გაატარა, ძალიან ადრე დაობლდა და სწორედ ამის გამო, ესე იგი მზრუნველობა აიღო მისმა ბებიამ დედის მხრიდან, რომელიც როგორც ჩანს მისი მოგონებებით, რაც კი მას დაუწერია ბავშვობის შესახებ, საკმაოდ მკაცრი ქალი იყო და შეიძლება ეკატერინეს ხასიათიც და მისი, ასე ვთქვათ, შეუპოვრობა, რეზისტენტულობა გარემოს მიმართ სწორედ განაპირობა აი ამ ბებიასთან ჭიდაობა. ეთყობა მის ბავშვობაში. ხო, ეგ არის საინტერესო, რომ ბებია ეუბნებოდა, რომ ისო, რა ქვია, შიდა სახლის განათლებაც გეყოფათ ხო რა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი იყო საკმაოდ ისეთი ლიბერალური თავადაზნაურობის წარმომადგენელი, ის ქალი დაჟინებით ითხოვდა, რომ ქალს
საახლის შიდა რაღაცა განათლების გარდა არაფერი ჭირდება. კი ბატონო. და მაინც თავისი გაიტანა აი ამ ჭიდილში. კი ბატონო, იმიტომ რომ იცით რა არის ხე ეკატერინეს ხასიათზე, იმიტომ გავუსვი ხაზი რომ შეიძლება ადამიანს ყველანაირი პირობა ქონდეს განათლებისთვის, განვითარებისთვის და ვერც განათლება მიიღოს და ვერც განვითარდეს. ადამიანს აუცილებლად სჭირდება გარდა გარემო პირობებისა რაღაც შინაგანი ძალიან დიდი იმპულსი. თუ ეს იმპულსი ადამიანს არ აქვს მიზანსწრაფვა, არ აქვს აი ეს რასაც ვეძახით ჩვენ ცნობის წადილი, ხო? თუ ეს არ არის, ადამიანი ვერ ვითარდება და ეკატერინე სწორედ განეკუთვნება ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც ეს რომ გავიდეს გარეთ, აი რაღაც მარადიულად შეცვალოს, შეიმეცნოს, აი ესეთი ფიგურა არის და აი ბავშვობიდანვე ეს ჩანს, იმიტომ რომ აი მამასთან ურთიერთობა თუნდაც ის რომ მამა მოინდომა მისთვის განათლების მიცემა, მთავარი იმპულსი იყო არა მამა, არამედ იყო თვითონ ეკატერინე, მისი ინტერესები, იმიტომ რომ აქ დაყავდათ ის რამდენიმე ქვრივთან, აი ამ წერა-კითხვის სასწავლებლად და იქაც გამოიჩინა თავი და აი თქვათ ეს რასაც ასწავლიდნენ აი რაღაც ფსალმუნებს, რაღაც ისეთი დოგმატურ ტექსტებს, ამით არ კმაყოფილდებოდა ის და სულ უჩნდებოდა შეკითხვები ეს რატოა, ეს აქ რატო წერია, რატო დაწერა ეს ამან და აი ამან განაპირობა სწორედ ის რომ მამამაც რაღაც აზრით მისი ესეთი ენთუზიაზმი, რაღაც კოლოსალური მონდომება დაინახა და სწორედ ხელი შეუწყო მას იმაში რომ ჩაებარებინა აქ თბილისში მადამ ფავრის სასწავლებელი, ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო სხვათა შორის, სადაც ქართულის და რუსულის გარდა ასწავლიდნენ ფრანგულს და გარდა ამისა იყვნენ მასწავლებლები, რომლებსაც უკვე ხარკოვის უნივერსიტეტში, პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდათ განათლება მიღებული და სულ არაფერი ესწავლებინათ ამ შეგირდებისთვის მარტო ამბებით და მათთან პერსონალური ურთიერთობით ადამიანი იზრდებოდა. და ასეთ ადამიანებს აი ამ თავის ბიოგრაფიაში ასახელებს ეკატერინე გაბოშვილი, ერთ-ერთი სხვათა შორის რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვეძებ, არის ნიკო ინაშვილი, რომელსაც როგორც ჩანს, მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ხარკოვის უნივერსიტეტი ჰქონდა ამ კაცს დამთავრებული, მე მგონი რაღაც სასიყვარულო ურთიერთობაც იყო მათ შორის, იმიტომ რომ ერთ-ერთი პიესა მაქვს წაკითხული ეკატერინეს არქივში, სადაც აი ეს გმირი, რომელსაც ელაპარაკება, თავიდან ჰქვია ნიკო და მე ეს ნიკო ძალიან გულმოდგინედ აქვს გადახაზული. ესმით და თვითონ ამ ინაშვილზე როგორც წერს და რასაც წერს, მაინც მგონია რომ რა ისეთი ცოტა სასიყვარულო აღფრთოვანებაც არის, ეს არ არის უბრალო აღფრთოვანება. კი ბატონო. და რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე, რომელზეც ნუ ესეთი იმ ეპოქის ადამიანებიდან გადმოცემით არის, რომ შეყვარებული იყო ილიაზე, რომ მის მიმართ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული მოკრძალება, მოწიწება, აი როგორც ესეთ სიყვარულის ერთ-ერთი ფორმა არის, რომ სტორგეს რო ეძახიან, აი მარადიულ აღფრთოვანებაში რო ხარ, ხო? აი ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ილიას მიმართ და მისი მკვლელობაზე მას აქვს წერილი დაწერილი, სხვა შორის რომელიც არ არის გამოქვეყნებული, იქ კარგად ჩანს ეს, რომ ილიას უყურებს და სხვა შორის გაკერპებული არ ყავდა. ამიტომ სხვა ტიპის მოხიბლულობა სწორედ აი მისი როგორც ესეთი ფუნდამენტური საქართველოს ისტორიაში ფუნდამენტური ადამიანისადმი ხიბლი იგრძნობა და არაკერპთაყვანისმცემლობა. და ეს სხვათა შორის კარგად გამოჩნდა იმ დროს, როდესაც იყო დაპირისპირება ილიასა და მაჩაბელს შორის. და მაშინ ილია ზოგადად ჩვეულებოდა რაღაც დაუნდობელი კამათშიც ესეთი იყო გაცხარებას ვერ დაარქმევ, აი უფრო დაუნდობელი იყო რაღაც ისეთი ან ჩამორჩენილი აზრის მიმართ, ან თქვათ ისეთი საქციელის მიმართ, რომელსაც თვლიდა, რომ საზიანო იყო საზოგადოებისთვის, არა მისთვის პერსონალურად იმდენად, რამდენადაც საზოგადოებისთვის და აი სწორედ მაჩაბლის და მისი დაპირისპირებაც ერთ-ერთი ასეთი იყო, სადაც არის ეკატერინეს არქივში წერილი
სადაც ის მოკლედ ძალიან კიცხავს ილიას სწორედ იმისთვის რომ მან ამ ადამიანის მიმართ ჩაიდინა და იკადრა ისეთი რამე რაც ძალიან ჩრდილავს მას როგორც ფიგურას ესე არ უნდა მოქცეულიყო. ეხლა მე არ ვიცი ამ წერილს რა მოყვა შემდგომში, მაგრამ მე ეს მოვიტანე იმის დასტურად რომ ილიას მიმართ მისი დამოკიდებულება არ იყო კერპთაყვანის მცემლობა, საკმაოდ კრიტიკულად სამართლიანი, ხო, შეიძლება ვთქვათ რომ ეს უფრო სამართლიანი დამოკიდებულება იყო ვიდრე კერპთაყვანისმცემლური. რა თქმა უნდა, და აი ეკატერინეს შემდეგი საქმიანობა უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს და უკავშირდება უფრო სწორად ოლღა გურამიშვილს. წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოებას. წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოებას, მაგრამ მანამდე. ესე იგი, უკვე რუსიფიკაციის, აი, როდესაც ეკატერინე გამოჩნდა, უკვე რუსიფიკაციის ტალღა შეიძლება ითქვას, ტალღას ჩაყლაპული ჰქონდა საქართველო. ეს არ იყო საწყისი პერიოდი, ხო? 1820-30-იან წლებში რუსებმა უკვე აქ მოითავეს ყოველგვარ რეზისტენციასთან და წინააღმდეგობასთან გამკლავება, 32 წლის აჯანყება ჩაახშეს, აბსოლუტურად ეს თავადაზნაურობის უმრავლესობა, სამღვდელოება, ყველა ესენი უკვე ფაქტობრივად ან განადგურებული ჰყავდათ. აბსოლუტურად რაც 20-იანი 30-იან წლების რეპრესიები იგივე ხდებოდა 1800-იან წლებში, ხო? იგივე, ანუ პირველი ანექსიის შემდეგ, 1800 პირველი წლის შემდეგ, ხო? რაც ტრაქტატი დაარღვიეს რუსებმა. და უკვე ეკატერინე, როდესაც გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში შეიძლება ითქვას. ჯერ ერთი ენას აქვს ძალიან სერიოზული საფრთხე და ეს ასიმილაციური პოლიტიკა ყველაზე მეტად სწორედ განათლების სისტემას ეხება. უკვე, იმიტომ რომ აი ეს კლასები, ასე ვთქვათ და თავადაზნაურობა, სამღვდელოება, როგორც გითხარით, უკვე დამორჩილებული ყავთ და უკვე იწყებენ იმ ტიპის დამორჩილებაზე ზრუნვას, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება და გარანტირებული იქნება. ამიტომ ენის მიმართ აქვთ ესეთი მიდგომა და იცით თქვენ რომ ქართული ენა აკრძალულია სკოლებში, იმ გიმნაზიებში, რომლებიც არსებობს და სწორედ ეს იწვევს აი ამ ასიმილაციის საწინააღმდეგო ტალღის გაძლიერებას საქართველოში და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არის სწორედ ამ მიზნით შექმნილი. და აქ ჩვენი დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ესენი ყველანი იყენებენ ილიას ავტორიტეტს, უფრო სწორად ისეთ ქართულ ხალხურად ილიას ცოლის დის ქმარს, ანუ მაგას ქვისლი ქვია, ხო, მე მგონი, სტაროსელსკის, რომელიც ჩინოვნიკია და საკმაოდ ასე ვთქვათ, გავლენიანი ადამიანია და სწორედ სტაროსელსკის წყალობით ხდება ის, რომ იქ ერთ-ერთი მუხლი წესდებაში, რომელიც ქართული ენის გავრცელებას ეხებოდა და პირველი რედაქციით ამოიღეს რუსებმა, აი ეს მუხლი რომ დარჩენილიყო, არის სწორედ სტაროსელსკის დამსახურება. და ამ პერიოდში სწორედ ილია და ეს ხალხი, ვინც არიან მთავარი, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელები, ხვდებიან ხალხს და მათ შორის ეკატერინე გაბაშვილს, რომელიც უკვე ივერიაში სახელგანთქმული ადამიანია, მისი მოთხრობები იბეჭდება და კორესპონდენციები გორის უეზდიდან და მოგვიანებით ეკატერინე კი არის დამფუძნებელი, მაგრამ გამგეობის წევრი ჯერჯერობით არ არის. 79 წელს შეიქმნა ეს ორგანიზაცია და 91 წლიდან უკვე ეკატერინე არის გამგეობის წევრი. გამგეობის წევრობა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობს. ანუ ის სახსრები, რაც აქვს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, როგორ და რაზე განაწილდეს, აი ამ საქმეებში მონაწილეობს. მაგრამ ეს ამ საზოგადოების წევრებმა ეტყობა ჩათვალეს, რომ ეკატერინეს კი შევიყვანთ ახლა ამ გამგეობაში, მაგრამ რასაც გვინდა, მაინც იმას გავაკეთებთ და ასე არ მოხდა. და აი მის არქივში არის წერილები, ზოგი დაბეჭდილი, ზოგი დაუბეჭდავი, სადაც ის და აი განსაკუთრებით მიმოწერაში მის მეგობრებთან ჩანს, როგორი გაბრაზებულია
ერთ-ერთი ასეთი ფულის განაწილების დროს, როდესაც მთელი 5 საათი საუბრობენ ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მამები, რომ სკოლებზე უნდა დახარჯონ ეს ფული, გაანაწილონ და მხოლოდ სავაჟო სკოლებზე ანაწილებენ. და არანაირი არც ერთი სიტყვა არავის არ უთქვამს იმაზე, რომ აი საქალებო სკოლებსაც სჭირდებათ დაფინანსება. და აი მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ასე იგი ძალიან აქტიურია, ვთქვათ, არ უჭირს საჯაროდ გამოსვლა, აი იმ წერილში, რომელიც ამ ვითარებას აღწერს, ამბობს, რომ 3 ქალი ვესწრებოდი თუ ამ კრებასო. ჩემი ვარაუდით ეს არის მეორე არის ანასტასია თუმანიშვილი, გიორგი წერეთლის მეუღლე და კეკე მესხი, კეკე მელიქიშვილი, პეტრე მელიქიშვილის და სერგეი მესხის მეუღლე. და აი 3 ქალი ვისხედითო და ვერც ერთმა ხმა ვერ ამოვიღედო ამაზეო. ანუ იქ ვერაფერი ვერ თქვეს და მეორე დღესვე დროებაში დაწერეს 3-ვე წერილი, რომ აი როგორ უსამართლოდ მოექცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აი ამ საქალებო სკოლებს და არც ერთი კაპიკი არ გამოუყო მათ. და აი ამ წინააღმდეგობებისა და ბარიერების მიუხედავად, აი გორში როცა ბრუნდება, ჯერ საშინაო სკოლას ხსნის ქალებისთვის, სახლში. და უკვე იმდენი ისყავს, ასე ვთქვათ, მსურველი და ხო მოსწავლე, რომ აი სამრევლო სკოლა, უკვე სამრევლო სკოლა. ფუძნდება ქალთა სკოლა. ხო. კი ბატონო. ჩვენ ვარაუდით ეს არის და ოთოს და მარიამს აქვთ ეგ ფოტოები, იყო სამეფოს ქუჩაზე, დღესაც არის სასულიერო გიმნაზია და აი სადაც კულტურის სახლი იყო ხოლმე, იმის გვერდით ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ქალთა სასწავლებელი. სავარაუდოდ ეგ უნდა იყოს. ხო, იცით რა არის, აი მე რაც ვიცი ახლა გეტყვით, რომ გორში აი სამრევლო სკოლა არსებობდა, რომლის საფუძველზე შემდეგ უკვე ანასტასია ერისთავი აკეთებს აქ. და ეკატერინე შემდეგ მალევე ბრუნდება თბილისში. და უფრო ახალ ქალაქთან აქვს ესეთი აქაც ჩამოდის, მაგრამ ახალ ქალაქთან აქვს უფრო ინტენსიური ურთიერთობა ვიდრე გორთან. და თბილისიდან რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვეღარ ჩამოდის აი თავის მშობლიურ რეგიონში იმის გამო რომ იქ აკეთებს სკოლას. იქ აკეთებს სკოლას და იქ ძალიან დიდი ენერგია არის უკვე საჭირო ჯერ ერთი ხო აი ამ სკოლისთვის რომელიც მან 95 წელს გააკეთა. აი წარმოიდგინეთ 79 წელს დაარსდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და 95 წლამდე რამდენი წელია გასული, რომ ესე იგი მან ვერ მოახერხა საჭირო თანხის მოგროვება იმისთვის და იგივე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან მიიღება, რომ რაღაც დაეფუძნებინა. და ეხლა იქ როგორ მოხდა და აქაც ჩანს ილია, მან შეიძლება გარკვეული გათვლაც გააკეთა იმითი, რომ ოლღა გურამიშვილი მოიხმო ამ საქმის დასაფუძნებლად. თავიდან მათ ჰქონდათ საქართველოში ძალიან პოპულარული არის ამ პერიოდში ქალების სამეურნეო საქმიანობა. იმიტომ რომ გერმანიაში და ევროპაში ამ პერიოდში იწყება ქალების ეკონომიკური ემანსიპაცია. ანუ ხდება გაცნობიერება იმისა, რომ ქალი ვერ მიაღწევს, ანუ დამოუკიდებელი პერსონალური სივრცე, მას არ ექნება თუ არ იქნა ის ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ანუ თუ არ ექნა საკუთარი შემოსავალი. და ეს იდეა ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ძალიან აქტუალური ხდება საქართველოშიც. იმიტომ რომ ითარგმნება რაღაც ლიტერატურა, იქაური, ემანსიპატორული პროცესების შესახებ და ეს ახდენს გავლენას. ჩემი აზრით ეკატერინეზეც ამან მოახდინა სწორედ გავლენა, რომ ქალებს საკუთარი, ასე ვთქვათ, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური თვითდგენისთვის სჭირდებათ ეკონომიკური დამოუკიდებლობა. და იწყება საქართველოში საქველმოქმედო საზოგადოებების ჩამოყალიბება, რომელთა საფუძველზე ეს ქალები შემდეგ გეგმავენ თავიანთვის საინტერესო სამეურნეო საქმიანობის გაჩაღებას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ხელსაქმეს, დიახ,
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ვაჟებისთვისაც იხსნება სამეურნეო სკოლები. აი წინამძღვრიან მტკარის სამეურნეო სკოლა მაგალითად, რომელსაც ილია ძალიან მხარს უჭერდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ილია წინამძღვრიშვილის მიერ, ასე ვთქვათ, დაფუძნებული უშესანიშნავი დაწესებულება იყო ისა, რომელსაც კომუნისტების დროსაც რაღაც ტრანსფორმირებული სახით იარსება მე მგონი და ახლაც რაღაც თითქოს აგრძელებენ იმ ისტორიას. მე არ ყოფილვარ სამწუხაროდ, უფრო მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ეს უნიშნელოვანესი დაწესებულება იყო იმისაც, რომ საქართველო როგორც აგრარული ქვეყანა განვითარებული იყო სწორედ აი ამ მეურნეობის, სასოფლო მეურნეობის განვითარების გზით. ეს იყო გავრცელებული და იმ პერიოდის გაცნობიერებული და იმ პერიოდის პერიოდიკასაც თუ გადავხედავთ, შედარება არ არის. ხა დღეს საქართველოში მეურნეობაზე, აგრარულ პოლიტიკაზე ალბათ იმის 1% არ იწერება, რაც იწერებოდა იმ პერიოდში, რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად ისეთ გაზეთზე, როგორიც არის მეურნე, რომელიც ცისკარით სხვათა შორის თარგმნიდა იმ პერიოდის ინგლისელ, ფრანგ, გერმანელი ეკონომისტების ტექსტებს, რომ რაღაცნაირად წაეხალისებინა საქართველოში ეს სამეურნეო საქმიანობა. და ქალებიც ამ მხრივ არ ჩამორჩებოდნენ და თავიდან ოლღა გურამიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი შეთანხმდნენ და კეკე მესხი, რომ გაეხსნათ ბაკალეინაია, ანუ საფუნთუშე. და საქართველოში იმ დროს, რაც არსებობდა სასტუმროები, რესტორნები და ესე იგი მათთან ხელშეკრულებები დაედოთ, რომ მხოლოდ მათგან ეყიდათ მათ აი ეს პურპროდუქტები, ასე ვთქვათ. და ამ დაგროვილი ფულით შემდეგ უკვე გაეხსნათ სკოლა. და ოლღამ უთხრა, რომ ეხლა მე ამაშიო ეს ვერ მივიღებო მონაწილეობას, ილიას უნდა ვკითხოთო ეს ყველაფერი და მივიდნენ, დაირაზდნენ ეს ქალები და მივიდნენ ილიასთან, რომ აი მაღაზიის გაკეთება გვინდაო ჩვენო. და ეს ილია გაგიჟდა. რა მაღაზია, რა ვაჭრობაო. იცითო საერთოდ ვაჭრობაში რა ხდება საქართველოშიო და ეს აღებმიცემობაში როგორი ის უნდა გქონდეთო ესე იგი გამობრძმედილები უნდა იყოთო. ორშაურად მოგატყუებენო, ესე იგი თაფში ის უნდა შეურიოთო, რა ქვია, ზეთიო და რაღაცები რომ ბაზარზე დაიმკვიდროთ ადგილიო და მატყუარები უნდა იყოთო და არამზადებიო რა და მოკლედ არაო. ილიამ უთხრა და არო წამოვიდნენ ესენი ესეთი დარცხვენილი. ხო და თან ილიამ ურჩია, რომ მაგას გირჩევნიათო პირდაპირ სკოლა გახსენითო. და არანაირი ვაჭრობა და არაფერი ეგეთი არ გააკეთოთო და მოკლედ ეხლა დაიწყეს ფიქრი აი ამ სკოლაზე. ეხლა ოლღა უკვე ვერ იქნებოდა ისეთი წარმართველი ძალა, ეკატერინე გეგმავდა, რომ ოლღა ყოფილიყო წარმართველი ძალა და თავის თავზე იკისრა ეხლა ეს ყველაფერი. ოლღა ამ საზოგადოების, ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ კი დანიშნა, მაგრამ თავარი გამწევი ძალა თვითონ უნდა ყოფილიყო, რომ ოლღა ვერ იმოძრავებდა ამდენს. და შემოიკრიბა მოკლედ ხალხი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, სხვათა შორის, რომელსაც ასევე დავეძებ და ვერ ვიპოვე, მისით მოგვარი არის, პეტერბურგში აქვს ეს ჭრაკერვის სკოლა დამთავრებული, ელენე თარხნიშვილი. ერთ-ერთი რაც თვითონ ეკატერინეს ნაწერებიდან გავარკვიე, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, არა, ბოლშევიკებამდე ბევრად ადრე ეს ქალი სიკვდილით დასაჯეს. და აი რა მოხდა, რის გამო იყო ეს წინააღმდეგობა, ეს სამწუხაროდ არ ვიცი. და ელენე თარხნიშვილი დაპირდა, რომ ჭრაკერვის, ასე ვთქვათ, მიმართულებით ის დაეხმარებოდა. ასევე იყო ნიკო ცხვედაძის ნათესავი გოგონა, სალომე მაღალაშვილი, რომელიც ასწავლიდა ისტორიას, ლიტერატურას, გეოგრაფიას. ასევე მოწვეული ყავდა გალობისა და საეკლესიო სიმღერის სპეციალისტი ია კარგარეთელი. მე ეს ია ქალი მეგონა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცია. ია კარგარეთელი და ცეკვას ასწავლიდა ცნობილი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი. მოკლედ ეს იყო
ძირითადი სტაფი, ვინც ასე ვთქვათ, დაიწყეს, გახსნეს ეს სკოლა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაჭრობა აკრძალული ჰქონდათ, ისინი მაინც აი ამ თავიანთ ხელსაქმეს, რასაც ამზადებდნენ, მაინც ყიდიდნენ და აი ამ მასწავლებლებს, რომლებიც თავიდან ენთუზიაზმით მუშაობდნენ, ისტუმრებდნენ. და გარდა ამისა სჭირდებოდათ ინვენტარი, ხო? ფანქარი უნდათ, მელანი უნდა შეეძინათ, რვეულები, ის მასალა, რაზეც უნდა ეკარგათ და რაც უნდა შეეკერათ, ხო? ამას ყველაფერს სახსრები სჭირდებოდა და სწორედ აი ამ, ასე ვთქვათ, ვაჭრობით და ამ თავიანთი ხელსაქმის გაყიდვით ახერხებდნენ ამას. ასევე აწყობდნენ, მაშინ საერთოდ ძალიან გავრცელებული იყო ესეთი ეგრეთ წოდებული ლატარეები. აი ამ მუშტაეთის ბაღი, რატომღაც იყო, ეტყობათ რაღაც ყველაზე კარგი სივრცე იყო. იქ ატარებდნენ აი ამ ლატარეების გათამაშებას. ეხლა რა პრინციპი იყო ეს მართალ გითხრათ, არ ვიცი. მაგრამ თამაშდებოდა, მოკლედ შეიძლება რაღაც ნივთები თამაშდებოდა და იქ ფულის ჩამოსვლა ხდებოდა და ესეც ამ სალაროს ემატებოდა. გარდა ამისა, ეკატერინეს ძალიან ეხმარებოდნენ ქველმოქმედები. აი მაგალითად ჩვენი დავით სარაჯიშვილი ყოველთვიურად რაღაც 100 მანეთს უგზავნიდა. იაკობ გოგებაშვილი ძალიან ეხმარებოდა და გარდა ამისა იაკობ გოგებაშვილმა, როდესაც გარდაცვალების დროს დაწერა ანდერძი, თუ გაქვთ ეს ანდერძი ნანახი, აი ეკატერინე გაბაშვილის სკოლას ძალიან დიდი თანხა დაუტოვა, ну იმ პერიოდისთვის. დიდი თანხა დაუტოვა და ყოველთვის თანაუგრძნობდა ძალიან დიდი ენთუზიაზმით ეხმარებოდა, ну სახელმძღვანელოები, რასაც ის გამოსცემდა, ამის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ამ სკოლას და საერთოდ ძალიან ანგარიშიანი ადამიანი იყო იაკობ გოგებაშვილი. დასცინოდნენ კიდევაც, რომ აი რაღაც კაპიკს ვერ გააგდებინებდი ხელიდან და ეკატერინეს მიმართ იყო აბსოლუტურად უშურველი აი ამ დახმარების თვალსაზრისით. რაც კი მოაგროვა, იმანდერძიც ყველაფერი გასცა. ხო, რა თქმა უნდა, კაპიკამდე, მაშინ კაპიკი იყო, ბოლო კაპიკამდე გასცა. რა თქმა უნდა და ნათესავებს, როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან, სხვათა შორის ნათესავებს უფრო იმ პერიოდში განსაკუთრებით უფრო მეც უტოვებდნენ, ყველაზე ნაკლები სწორედ ნათესავებს დაუტოვა. ბოდიში, იაკობმა, დიახ. როგორც ჩანს, აი მე-19 საუკუნის სოციალური პასუხისმგებლობა, მოდი ასე ვთქვათ, არის ძალიან გავრცელებული და განსაკუთრებით ქალები ამ პასუხისმგებლობით ტვირთს იღებენ, ხო? აი იგივე ანასტასია ერისთავი ხოშტარიას ისტორიას როცა ვკითხულობდი, გორში აკეთებს საჩაიეს. კი. ყიდის ჩაის და მიღებულ მოგებას დებს ახალგაზრდების განათლების საქმეში. ზუსტად იგივე პრინციპით მოხდა. ხო, აი მე-19 საუკუნეში რამხელა პასუხისმგებლობები აქვთ ქალებს. კი ბატონო. განათლების მიმართულებით, ხო? და ხო, აი ამ მთელი მათი საქველმოქმედო საქმიანობა მოკეთ მიმართული იყო ამ განათლებისკენ და ეკატერინე ივერიაში, დროებაში, კვალში ძალიან ბევრ წერილს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება, რომელიც ახლა არის შექმნილი ამის გამოსასწორებლად და გამოსწორებაში ის გულისხმობს სწორედ ამ ნაციონალური იდენტობის აღორძინებას, აუცილებლად სჭირდება რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი, მათ ესმით, რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე შორს გამიზნული ინვესტიცია არის სწორედ ინვესტიცია განათლებაში და ეს ეკატერინეს საქმიანობაში ჩანს. ეხლა რაც ეხება ეკატერინეს როგორც შემოქმედს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე როგორც ეს საზოგადო მოღვაწე და როგორც შემოქმედი, რაღაცნაირად არის ორი ურთიერთშემავსებელი ფენომენი და შეიძლება ითქვას, რომ პუბლიცისტურადაც ეკატერინე არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ეწერა, შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, საწყისები არ მოეძებნა და არ გაეძლიერებინა თავის თავში და როგორც მწერალიც არაფერი არ იქნებოდა, რომ არ გასულიყო ხალხში. და ეს პერიოდი არის ხალხოსნური პერიოდი განსაკუთრებით და სხვათა შორის მისი ერთ-ერთი წერილი გლეხკაცის აზრი განათლებაზე,
რომელიც ისეთი კორესპონდენცია არის ასევე ივერიაში გაგზავნილი, აღწერს როგორ მიდიან ისინი გორის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, გორის უეზდის ერთ-ერთ სოფელში გლეხების დასარწმუნებლად იმაში, რომ შვილებს მისცენ განათლება. იმიტომ რომ ოჯახების მოწყობა პატრიარქატულია, პატრიარქატული ნიშნავს რომ მემკვიდრეობითობა და იმ ასე ვთქვათ წინაპართა, მამაპაპათა სახლის და კარმიდა მოშენარჩუნება ცენტრალური მიზანი არის ჯერ კიდე გლეხებისთვის და ხო, განათლება უშლის კი. განათლება უშლის ამას ხარს და გლეხები ეუბნებიან, რომ ეხლა ჩვენი შვილები რო წავლენ აქედან და ნახავენ უკეთეს ცხოვრებას, სადაც შრომა უფრო იოლია, ვთქვათ, რაღაცის მოპოვება, შოვნა, ფული, საზრდოსი უფრო იოლია, აქ აღარ დაბრუნდებიან და ამიტომ ჩვენ არ გვინდა განათლება რომ მივცეთ ჩვენ შვილებსო, ეუბნებიან ეკატერინეს და მის მეგობარს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ არის ანასტასია თუმანიშვილი. და აი როგორ არწმუნებენ ეკატერინე და ანასტასია ამ ქალებს, რომ ის რომ თქვენ იგივე თქვენს მეურნეობას ასე გაჭირვებულად უძღვებით, რომ გაქვთ ძალიან ცოტა შემოსავალი, რომ ის რასაც მოიმკით და რასაც ასე ვთქვათ მოიყვანთ თქვენს კარმიდამოში, როგორ გაათმაგდება და გაასმაგდება მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს საფუძვლად ექნება ცოდნა. და რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ეს ქალები საბოლოოდ როგორ იცვლიან თავიანთ შეხედულებას აი ამ ასე ვთქვათ შეგონებით, ხო, რასაც ეკატერინე და ანასტასია უტარებენ მათ. ასე რომ ცოდნისა და სწავლის მიმართ დამოკიდებულება გლეხებში განსაკუთრებით არ არის ისეთი პოპულარული, კი, განათლებული ადამიანი ძალიან მისაბაძია, ძალიან პატივსაცემია, მაგრამ გლეხები თავიანთი შვილების განათლებას არ უყურებენ მაინც და მაინც ოპტიმისტურად, ხო? ვითარება ამ პერიოდში არის ძალიან რთული, თავადაზნაურობა, მოგეხსენებათ, მამულები ძირითადად გაყიდულია, აი იმ პერიოდის ივერიის ნომრებს რო გადახედოთ, ესე იგი ბოლო 2 გვერდი მთლიანად ეთმობა იმ თავადების ჩამონათვალს, რომლებსაც ბანკის ვალი აქვს, ან ყიდის რაღაც თავის მამულს, ან რაღაც ესეთი, ხო, ანუ რთული ვითარება არის ძალიან. ხო და ამიტომ ეკატერინე და მისი თანამოაზრე ქალები აცნობიერებენ, რომ პირველი მეურნეობის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ხალხის დარწმუნება იმაში, რომ შვილებს უნდა მისცენ განათლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რამე ხდება გარშემო ცივილიზებულ სამყაროში, ამ ცოდნის მაქსიმალურად შემოტანა საქართველოში. Ну, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას სხვა მიზნები აქვს, ამიტომ ეს მთელი საქმიანობა მიდის, ასე ვთქვათ, ბრძოლაში, აი ამ წინააღმდეგობაში შეიძლება ითქვას, ხო? ამ პერიოდში ახლა გარდაწერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, ფუძნდება გეოგრაფიული საზოგადოება, ხო, რომელიც ატარებს კვლევებს, ასევე იწყება სახელმძღვანელოების შექმნა, ამ პერიოდში იქნება პირველი მათემატიკის, გეომეტრიის, ჩვენი დედაენა, ხო, ბუნების კარი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, და იაკობი თვითონ ну, რა ვიცი, აი მაგან დაავადა მე მგონი, აი ამ სრულიად არალიმიტირებულმა არედაქტირებდა და როგორც კი რამე ახალს ნახავდა, ვინმე დაარწმუნებდა, რომ აი ეს კონტენტი უნდა შეეტანა დედაენაში და ბუნების კარში, ეს შინაარსები იცვლებოდა, ხო? ეკატერინე როგორც მწერალი, აი ამოზრდილია ამ პუბლიცისტიკიდან შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებლად. ხო, აი კრიტიკული რეალიზმი, ხო, ну ესე დაარქვეს ჩვენმა ფილოლოგებმა, ხო? ესე იგი ამოზრდილია ამ პუბლიცისტიკიდან, იმიტომ რომ ის კორესპონდენციები, რომლებსაც ის აგზავნის, ფაქტობრივად მოთხრობებია. ну ეს არ არის ისეთი რაღაცა დოგმატური, მშრალი კორესპონდენცია, რომელიც უბრალოდ ამბავს ყვება რაღაცა ფაქტოლოგიური აღწერებითა და რაღაცა. ეს არის მოთხრობა ფაქტობრივად, ხო? აი განსაკუთრებით ამბეჭდავია მაგალითად ერთი მოთხრობა, რომელსაც ის მე მგონი 1800
71 წელია თუ 72 წელია გორიდან ბრუნდება თბილისში და ძეგვთან მე მგონი გაფუჭდება მოკლედ ეს ეტლი რითაც მიდიან და ჩამოდიან ამ ურმიდან და უცებ ხედავს რომ რაღაცა ფუსფუსია რაღაც სახლთან და აი ამ ურმიდან თუ რაღაც მეთონეს მე მგონი თუ ვიღაცას კითხავს რომ რა ხდებაო და აი ქალსო ათხოვებენო მიხყავთო დღესო აი სიძეს ელოდებიანო და შედის ამ სახლში ამ პატარძალს ნახულობს მოკლედ ყველაფერი ეს სიძეც მერე მოდის ეს მთელი ისტორია არის და უცებ აი ამ გოგონას შუა გზიდან აბრუნებენ, იმიტომ რომ ის სკივრი, რომელიც გაატანეს, დაკეტილი იყო და ამ სიძემ შუა გზაში მოინდომა, რომ გავხსნათო. და აღმოაჩენენ, რომ არაფერი არ დევს, რაღაც ტაშტი დევს რაღაცა და ხალიჩის ნაწილი და გაგიჟდება ეს სიძე. ელოდება მზითებს, სერიოზულს და არ არის და გადმოაგდებენ ამ საწყალ გოგოს ამ იმიდან, რა ქვია, ეტლიდან და იქედან იმისი მაყრიონი მოდის, მე ესენი ჩხუბობენ, ეს ისე არის აღწერილი გვერდნახევარში, რომ ეს არის აი ну რაღაცა ძალიან მაღალი კლასის მოთხრობა. არა და გამოგზავნილი არის დროებაში, როგორც კორესპონდენცია. ანუ ეს ნიჭი, ასე ვთქვათ, წერის აი რეალობის შეგრძნების და აი ამ შემოქმედებითი ტრანსფორმაციის იგრძნობა ამ ადამიანში. ჯერ ერთი შეიძლება ამბავი აღწერო, მაგრამ ისე ცუდად გააკეთო ეს, რომ აი არავინ არ წაიკითხოს, ხო? ის რა სიტყვი, რის შემდეგ, ვთქვათ, გმირებს როგორ დაახასიათებ, ამას აქვს და ეს თან ძალიან ლაკონური ტექსტი არის მისი. აი თითქოს ძალიან ბევრ რამეს ყვება და ყვება ძალიან ლაკონურად, რაც ნამდვილად ძალიან დიდი ნიჭია. ამიტომ ის იწყებს უკვე 80-იანი წლებიდან, როცა ის აი 30 წლის არის, უკვე იწყებს სერიოზულ ფიქრს იმაზე, რომ გახდეს მწერალი. ამ პერიოდში უკვე მას გახსნილი აქვს აი ეს ქალთა წრეები თბილისში, ხონში, ძალიან სერიოზული ქალთა წრე და ქუთაისში, სადაც სხვათა შორის გაიცნო სწორედ მან კატო მიქელაძე. მაშინ პატარა არის ჯერ კატო, მაგრამ აი ამ ქალთა წრის ჩამოყალიბებაში მოკლედ როგორც ერთ-ერთი ესე იგი წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელმა ხელი შეუწყო. გარდა ამისა, დიმიტრი ყიფიანის ნათესავები ცხოვრობენ ქუთაისში. ერთ-ერთი მისი ნათესავი ეფრო ყიფიანი არის ქუთაისის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძალიან საინტერესო ქალი და ასევე ელენე ყიფიანი, რომელიც ამ პერიოდში ცხოვრობს ქუთაისში, იმიტომ რომ მისი ქმარი არის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი. ამიტომ ერთ-ერთი საგანმანათლებლო და ასე ვთქვათ, სამწერლოც კერა არსებობს ქუთაისში და ამიტომ ეკატერინე უკავშირდება აი ამ ქუთაისელ ქალებს და პირველი მწერალი ქალების გაერთიანება იქმნება სწორედ ქუთაისში, ეკატერინეს და მისი თანამოაზრე ქალების მეშვეობით. ეხლა იქედან გამომდინარე, რომ ყველა ამ დროს არ წერს, ანუ ბევრი არ არის, ვინც წერს, ხო? ქალები იწყებენ თარგმნელობით საქმიანობას. იმისათვის, რომ შევიდნენ ამ სამწერლო წყალში, იწყებენ აი ამ უცხოელი მწერლების გადმოთარგმნას. ამაში ძალიან ხელს უწყობს ეკატერინეს მისი მეუღლეც, ილია ჭავჭავაძე ძალიან დაინტერესებულია, იმიტომ რომ ამ თარგმნილი ლიტერატურის რაღაცა ნაწილი იბეჭდება ივერიაში და რაღაც ნაწილს თვითონ ეს ქალები ბეჭდავენ და გამოსცემენ, ხო? და აი ამ თარგმანმა ჩემი აზრით, ჩემი შეხედვით კიდევ უფრო გააძლიერა ეკატერინეში აი ეს სამწერლო, ასე ვთქვათ, იმპულსები, რაც მასში იყო და ინტერესი, რომ ეწერა და აი სწორედ აი ამ 80-იანი წლებიდან
უკვე ქვეყნდება მისი მოთხრობები, ძალიან საინტერესო მოთხრობები, სხვა შორის რომელთა უმრავლესობა სადღაც 50-იანი, 60-იანი წლების შემდეგ აღარც გამოქვეყნებულა, ხო? უფრო არის ისეთი მოთხრობები გამოქვეყნებული, რომლებიც საბავშვოა. აი და ჩვენც ხო ესე გვასწავლიდნენ სკოლაში, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ეკატერინე იყო საბავშვო მწერალი. ამ დროს არასოდეს არ ყოფილა საბავშვო მწერალი და ბავშვებთან დაკავშირებითაც რასაც ის წერს, აი მოთხრობებშიც ცენტრალური ადგილი არის ყოველთვის ქალი. ყოველთვის ქალი, ან დედა, ვთქვათ, ან ბებია, ან ქალების რაღაცა ერთობა. ანუ მას უფრო აინტერესებს ეს ქალური გამოცდილებები და შეიძლება იმიტომაც, რომ ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდის მამაკაცი მწერლები არ წერენ ქალებზე. ხო, ოთარანთქლივიც ქალია, ხო? მაგრამ მამაკაცებს მაინც უფრო აინტერესებთ ისეთი მონოლითური, ჰეროიკული ქალები, ხო, რაღაც ისეთი გმირული ქალები, მაშინ როდესაც ეკატერინე ინტერესდება უფრო ჩვეულებრივი ქალები, შეიძლება ითქვას, ხო? ეს ერთი. მეორე, ეკატერინე ინტერესდება ასევე მარგინალიზებული ისტორიებით. დევიანტური ქცევებით, აი ქცევებით, რომლებიც არ არის პოპულარული, რომელიც გაკიცხვადია, აი ესეთი ქალები, მაგალითად ქალები, რომლებიც ღალატობენ ქმრებს. ეხლა ისე არ გამიგეთ, რომ აი მოღალატე ქალების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას ახდენს, არა. ესე იგი, მე მინდა ვთქვა, რომ მას აინტერესებს სიყვარული როგორც ფენომენი, ხო? ამიტომ ქალების განცდები აინტერესებს, მას შემდეგაც როცა ისინი თხოვდებიან. და ასევე ეკატერინეს აინტერესებს ეგრეთ წოდებული მიზ ალიანსები. ანუ ქორწინებები, რომლებიც ქალებს არ უნდათ, ქორწინებები გარიგებებით, ქორწინებები ჯვრისწერებით, დანიშნებით, ხო? აი ესეთი кейსები აინტერესებს. და ერთ-ერთი მოთხრობა, მაგალითად, რომელსაც მე 30-იან წლების გამოცემაში წავაწყდი და სხვა შორის კავკასიური სახლი იმ დროს გამოსცემდა, ძალიან საინტერესო გამოცემა არის, ორტომეული, სადაც მე ქალ მწერლებზე დავწერე სტატია, უბრალოდ პირველ ტომში არის ქალი მწერლების მოთხრობები და იმ მამაკაცების მოთხრობები, რომლებიც ქალებზე წერდნენ და მეორე ტომში არის ანალიტიკური სტატიები და სწორედ იმ მეორე ტომში დავწერე ქალ მწერლებზე სტატია და პირველი ტომისთვის შოთა იათაშვილს, რომელიც რედაქტორია ამ გამოცემის, მივაწოდე ეკატერინეს ეს მოთხრობა, რომელიც არის გურგენაულის ბაბო. ესე იგი, ეს არის მოთხრობა ბაბოზე, რომელიც უკვე ისეთ ასაკში შევიდა, რომ ოჯახმა დაიწყო ზრუნვა, რომ უნდა გაეთხოვებინა და ამ თავის სოფელში, თუ გაღმა სოფელში, ყველაზე კარგი სასიძოები არიან ერთ-ერთი ქვრივის შვილები. და ეს ქალმა მოკლედ რაღაც სასიყვარულო გატაცებები ჰქონდა ამ ქალსაც და ცოტა ამრეზილად უყურებდა საზოგადოება, მაგრამ ეს შვილები ისეთ კარგად გაზარდა და ისეთი, ესე იგი, გააქვს, რომ ისი ცხოვრებიდან ყოველგვარი სიყვარული, ყოველგვარი რაღაცნაირი ინტერესი მამაკაცისადმი, რომ სოფელმა დაუფასა ეს და უკვე ავტორიტეტული ქალია ეს სასიძოების დედა. მაგრამ, ესეთი წესი იყო ჩვენთან, რომ პირველი ცოლს ვერ მოიყვანდა უმცროსი შვილი, უცებად უფროსს უნდა მოეყვანა და ბაბო კიდე გასათხოვარია, ამიტომ არავინ არ ეკითხება ბაბოს ახლა რომელი უყვარს ამ ორი ბიჭიდან. ის უნდა გათხოვდეს უფროს ბიჭზე და მას უყვარს უმცროსი. და მათ შორის ძალიან დიდი რომანტიკული შეხვედრებია, სადღაც ტყეში ხვდებიან ერთმანეთს, საკმაოდ ისეთი შთამაგონებლად აღწერს და ცოტა უცნაურად ესეთ ტექსტებს სხვა შორის მამაკაცებში ვერ შეხვდები, რომ აი როგორ აკოცეს ერთმანეთს და როგორ ძალიან მიეკრნენ ერთმანეთს და რაღაც ამას ძალიან რაღაც აბზაცებს უთმობს. რაც ინტიმური, ხო, ინტიმური, ხა იმ პერიოდისთვის ესეთი რაღაცები არ არის, ხა გაუპატიურებელ
საშუალება შეიძლება აღწერონ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა ესეთი ეროტიული პასაჟებით არ არის გავრცელებული და ამითაც ქალების ტექსტები გამოირჩევა. და მოკლედ მოხდება ისე, რომ ამ უფროს ბიჭზე გაათხოვებენ, რა თქმა უნდა, არ უყვარს ეს უმცროსი ბიჭიც, ჯიბო ქვია, მე მგონი ამ უმცროს, აი ძალიან, ასე ვთქვათ, დეპრესიაშია და ამ ოჯახში მოდის ხოლმე, როგორც რო ვითომ ძმას და ძმის ოჯახს თავაზობს დახმარებას, მაგრამ აი აქაც დროს იხელთებენ ხოლმე რაღაცა, რომ შეხვდნენ ერთმანეთს ეს ბაბო და ჯიბო. და ერთ-ერთი ესეთი შეხვედრის დროს მოკლედ ეს ქმარი მიუსწრებს ამათ და სრულიად ასე ვთქვათ გაოგნებულია, განრისხებულია და აი რომ უწევს წინააღმდეგობას და მოკლედ ამ ძმისკენ გაიწევს, ეს ძმა ბაბოს შეყვარებული კლავს ამ ძმას, რა თქმა უნდა, გააციმბირებენ, ბაბოს იქ არაფერი უკვე ადგილი მისი აღარ არის და ამიტომ გამორბის ამ სოფლიდან და ადის მოკლედ მატარებელში, ტირის, რა თქმა უნდა, განცდებშია და იქ ორი მონაზონი დაემგზავრება და მათ მიყავთ ეკლესიაში ეს ბაბო. და ეკატერინე აი ამ ბაბოს, რომელსაც იცნობდა, სხვა შორის გათხოვებამდე იცნობდა, შეშჩივლებს მას, რომ აი ესეთ დღეში ვარო და რა ვქნაო, მიშველე რამეო და ეკატერინე ეუბნება, რომ რა უნდა გიშველო, ეხლა უკვე დანიშნული ხარ, ნიშნობაზე შენ დათანხმდი, მოკლედ და აი რა უნდა გავაკეთო მეო და თან ეკატერინე ცოტა ხნით არის ეტყობა ჩამოსული უკვე ბრუნდება თბილისში და აი მოთხრობის ბოლოს, როდესაც ეკატერინე და ეს ბაბო სწორედ აი ამ ბაქანზე მე მგონი თუ სადღაც ხვდებიან ერთმანეთს, საყვედურობს, რომ შენ მე მიმატოვე აი ამ გაჭირვების ჟამს. ძალიან შთამბეჭდავი მოთხრობა არის, აი უკიდურესად შთამბეჭდავი და მოკლედ ეს იმისთვის მოვიტანე, რომ აი ეს ქალური იმ პერიოდისთვის არაპოპულარული, მიჩქმალური, გამოუმჟღავნებელი გამოცდილებებიც აინტერესებს ეკატერინეს და ამ თვალსაზრისით არის სრულიად უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ ქალების მწერალიც, იმიტომ რომ ამ პერიოდში როგორც ჩანს, ასეთი ალიანსები, ანუ miserable alliance, ხო, საცოდავი გათხოვებები, ხო, საბრალო დაოჯახებები ძალიან გავრცელებული იყო ეტყობა და თვითონაც ამიტომ დაინტერესდა და სხვა ქალი მწერლები, სხვა შორის მარიამ გარიყულსაც აქვს ანალოგიური მოთხრობები დაწერილი, ანასტასია ხოშტარიასაც აქვს ასეთი მოთხრობები, აი გარიგებით გათხოვებებზე, რაზეც ძალიან დიდ თანაგრძნობას უცხადებენ ამ ქალებს, სწორედ იმითი, რომ პოპულარულს ხდიან და განსჯის სივრცეში შემოაქვთ, განსჯის სივრცეში შემოაქვთ ეს საკითხები. მეორე ეს არის საერთოდ ქორწინების თემა ძალიან აინტერესებთ ქალებს. აი ეკატერინეს ასევე აქვს რაღაცა მოთხრობათა ციკლი სხვადასხვაგვარი ქორწილი. მაგალითად, სადაც აღწერილი აქვს ისეთი ქორწინებები, როდესაც ორივე წყვილი თანახმაა და სიყვარულს ეფუძნება ეს ქორწინება. აღწერილი აქვს მიზალიანსებიც, აღწერილი აქვს ქორწინებებიც, მაგალითად, ქვრივების, ხო? ეხლა ქვრივი, მაშინ ითვლებოდა, რომ всё, ქმარი თუ მოგიკვდა, დამთავრდა შენი რამე ემოციური ურთიერთობა მამაკაცთან, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ეს თემები შემოაქვთ აი ამ საჯარო, შეიძლება ითქვას პოლიტიკურ და განსჯის სივრცეში, რაც ქალ მწერლებს ზოგადად გამოარჩევს, ზოგადად ქალ მწერლებს გამოარჩევს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ქალები არ ტოვებენ ქალების გამოცდილებიდან რაღაც ისეთს, რაც შეიძლება არ მოეწონოს საზოგადოებას. და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. პიესები ძალიან ტრაგიკული. ხო და აი მაგედან დიახ. წერს სადღაც რომ 10 წელი ფაქტიურად დაკარგული. შვილოსნობის პერიოდი, მე შვილების ტრაგედია და თითქოს ვარდება ამ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
ესეთი მებრძოლი ქალი უცებ აი ამ ეს ტრაგედიები მას აჩერებს წინავს. კი ბატონო. ეს ნამდვილად არის და ეკატერინე მიუხედავად აი თავიდან რითიც დავიწყე რომ აი ეს შემეცნებითი ინტერესები მასში და ეს შემოქმედებითი ინტერესები იმდენად ძლიერია რომ აი ინტერნეტში ყველაზე ხშირად ციტირებადი არის მისი ამონარიდი მისი ავტობიოგრაფიული მოგონებებიდან რომ აი ამ ოჯახმა როგორ ჩაკეტა ის და როგორი კედელი ამოაშენა მის განვითარებაში და რომ ამ კედელში მეო აი ესეთი ჭუჭრუტანა გამოვჭერიო და ყოველთვის თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა საზოგადოებაშიო. და ეს მართლა ასეა, იცით, აი წარმოუდგენელია ჩვენ რომ ესე იგი შევკრიბოთ ყველაფერი, რაც მას დაუწერია, ხო, პუბლიცისტიკაში, წერლობაში, პიესები, რაც დაუწერია, რაც გაუკეთებია ზოგადად, აი ეს რო წარმოვიდგინოთ, აბსოლუტურად ვერ ეტევა გონებაში, რომ ადამიანი, რომელმაც 11 შვილი გააჩინა, რომელთაგანაც 9 მოუკვდა, 6 შვილი დარჩა, შემდეგ შვილები, შვილიშვილები, აი ესეთი პოლიტიკური ტრანსფორმაციები რაც ხდება იმ პერიოდის საქართველოში, ხო? ეს მისი სკოლა, რომელიც გახსნა 1905 წელს უკვე სახელმწიფოს ხელში გადავიდა. 5 წლის რევოლუციის შემდეგ ყველა მანამდე ასე ვთქვათ, კერძო ინიციატივებზე დაფუძნებული გაერთიანებები ან რაღაცა ინსტიტუციები ყველა სახელმწიფო გახდა. რაც ამ ინიციატივებს აბრკოლებდა, მოკლედ. მერე იყო რევოლუცია, რევოლუციის შემდეგ კიდე რაღაც ტრანსფორმაციები, მოკლედ და აი კატო მიქელაძესთან ერთ-ერთ წერილში, მაგალითად ის არა, კატო მიქელაძესთან არა, მე მგონი ეს იყო ქეთო ირემაძე, რომელიც იყო მაშინ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი შალვა რადიანის მეუღლე. და ის ძალიან გავლენიანი ქალი იყო. სხვა შორის ეს რადიანი და ქეთევან ირემაძე იყვნენ ოჯახი, რომლებიც შეასახლეს მიხეილ ჯავახიშვილთან. ან როდესაც მიხეილი დაიჭირეს მის სახლში, რაღაც ერთი ოთახი დაუტოვეს მეუღლეს მხოლოდ და დანარჩენში შეასახლეს შალვა რადიანი და ქეთევან ირემაძე. ქეთევან ძალიან სიმპათიური ქალი იყო და ძალიან ეხმარებოდა სხვა შორის ქალებს. ახლა არ ვიცი რეპრესიებისგან რამდენად გადარჩინა ისინი, მაგრამ თვითონ მისი არქივზე ცოტა ხანი ვიმუშავე და ჩანს რომ ძალიან თანადგომას უცხადებს, ყოველ შემთხვევაში არ აიგნორებს იმ თხოვნებს, რომელსაც მას წერენ ქალები და ეკატერინეს წერილიც არის, როდესაც უკვე 25 წელს ამ მისი სკოლიდან, რომელიც ამდენი წლის 30 წლის ნალოლიავები, მოკლედ გარეთ გამოუყარეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. მის მიმართ აგრესიას აძლიერებდა ის, რომ ის იყო რეზო გაბაშვილის დედა, ეს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც 21 წელს გაიქცა ჩვენს მთავრობასთან ერთად საფრანგეთში და იქ გარდაიცვალა, ისე რომ ვერანაირი კონტაქტი ვერ ექნებოდა მის აქ დარჩენილ ნათესავებთან და მით უფრო დედასთან და აი სწორედ ირემაძეს თხოვს, რომ ეს ამდენი ინვენტარი რაც აქვს, რომ რაღაც პატარა შენობა გამოუყონ. თვითონ ქეთევანის საპასუხო წერილი ვერ ვიპოვე, ვერც ეკატერინეს არქივში და ვერც ვერსად, ჩანს რომ ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ უკვე 20-იანი წლების შემდეგ და ასევე ეკატერინე იცით ალბათ რომ არის მარო მაყაშვილის ბებია და ეს ძალიან ამძიმებს მოკლედ მის მდგომარეობას. ამიტომ უკვე 20-იან 30-იან წლებში შეიმჩნევა, რომ ეს ქალები ზოგადად და მათი საკუთრივ მათი შემოქმედება, ის რაც მათ აინტერესებთ, რაზეც უნდათ წერა, ეს ამის მარგინალიზება ხდება ზოგადად.
ამიტომ უკვე ისინი ტრანსფორმირდებიან საბავშვო მწერლებად. და ყველა ეს ქალი იწყებს ამ ჩურჩხელებზე, ამ ვენახებზე, რაღაც პირველ მაისებზე წერას და ასე შემდეგ. ბებია კატო, მაგალითად ეკატერინე იმ პერიოდის მოთხრობებზე აწერს თქვენი ბებია კატო. ესე, ანუ აბსოლუტურად რეპრესირებულია ყველა ის გამოცდილება და მთელი ის ისტორია, რითაც მე დავიწყე ლაპარაკი, რომ აი რატომ მოხდა აი ესეთი ენერგიული რეანიმაცია იმ პერიოდის. სწორედ იმიტომ, რომ ეს პერიოდი არის ყველაზე რეპრესირებული, ხო? და აი ეს რეპრესიები ნელ-ნელა იწყება და ნუ 20-იანი წლებიდან უკვე იწყება. ჩვენთან რაღაცა პოპულარულია მხოლოდ 30-იან წლების რეპრესიებზე საუბარი, მაშინ როდესაც 20-იანი წლებიდან უკვე რეპრესიები იწყება საქართველოში და განსაკუთრებით მძაფრდება 24 წლის აჯანყების შემდეგ. ხო, მთელი ჩემი წინაპრები სწორედ ნაწილი 24 წლის აჯანყების შემდეგ არის დახვრეტილი და ვინც მაშინ დაავიწყდათ უკვე 30-იან წლებში. ასე რომ ეკატერინე გაბაშვილი უკვე 20-იან წლებში, 30-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი მოთხრობების კრებული არის 30-იან წლებში გამოცემული, 36-ში თუ 35 წლებში, ყველაზე საინტერესო კრებული სხვათა შორის. არის ამ პერიოდში გამოცემული, არ ვიცი მართალი გითხრათ რამ განაპირობა. ეს შეიძლება განაპირობა სწორედ ქეთევან ირემაძემ და იმან, რომ ლიტერატურული წრეები, მაშინ პოპულარული და დაწინაურებული ლიტერატურული წრეები ვერ ახდენენ ამ ქალის იგნორირებას. და შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება არც აწყობთ, რომ იგნორირება გააკეთონ, იმიტომ რომ ის უკვე პოლიტიკურად აღარ არის საშიში ადამიანი. ჯანმრთელობა საკმაოდ მორყეული აქვს, მას უკვე 20-იან წლებში საკმაოდ მორყეული აქვს ჯანმრთელობა და ბრუნდება ახალქალაქში, ჩამოდის უკვე სიცოცხლის ბოლო წლებში და არანაირად აღარ არის უკვე აქტიური, შეიძლება ითქვას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ თაობაზე, რომელიც გამოზარდა ეკატერინემ, ანუ შემდეგია ითქვათ საფო მგელაძე, ბაბილინა ხოსიტაშვილი, აი ესენი ვისაც გზა გაუკვალა, შეიძლება ითქვას ეკატერინემ, ყველა დავალებული არის ეკატერინე გაბაშვილისგან, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც არანაირი ესეთი რაღაცა ქედმაღლური, რაღაცა ესეთი პირველობის მანია არ ქონია არასოდეს და ძალიან ხელს უწყობდა აი ამ ლიტერატურულ წრეებში, აი ამ ახალი თაობის დაწინაურებას და ხელის შეწყობას, იმითი რომ თქვათ იმ პერიოდულ გამოცემებში, რომლებშიც ის თანამშრომლობდა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, ძალიან უწყობდა ხელს, რომ აი ეს ახლად გამოჩენილი მწერლები, თუნდაც ისეთი სუსტი ნაწარმოებებით ეს იქნებოდა ლექსები, მოთხრობები თუ პიესები, ძალიან უწყობდა ხელს, რომ დაებეჭდათ და ახალისებდა. აი წერილები რომ ნახოთ, აი ასევე მისი შვილი რეზო გაბაშვილი რედაქტორობდა ჟურნალ კლდეს და აი ძალიან აძალებდა, აი თქვათ მარიამ გარიყულს, საფო მგელაძეს, რომ დაეწერათ, რაღაცა დაეწერათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისეთი წლები იყო, უკიდურესი გაჭირვება, აი მიმოწერები მაქვს მე აი ამ ქალების შესწავლილი და ისეთ აი სასოწარკვეთაში არიან და ეკატერინე გაბაშვილის საპასუხო წერილები გამოირჩევა აი სრულიად შეიძლება ითქვას არაადეკვატური ოპტიმიზმით. აი როდესაც აი ესეთ სიდუხჭირეზე, ასეთ სიღარიბეზე, უპერსპექტივობაზე წერენ და ის პირიქით ახალისებს, რომ არა, უნდა დაწეროთ, რომ აი რეზო მითხრა, რომ აი მე ველოდები თქვენს მოთხრობებს ახლა და პირიქით აი რაღაცნაირი პროვოკატორი არის, ანუ რაღაცნაირი პროვოცირებას უკეთებს, მოტივატორი, ხო? პროვოკატორი ჩვენს იმაში ცუდი აზრით არის დაყარებული, პროვოუკ რაც არის, ხო? რომ წაახალისო, უბიძგო ადამიანს აი ამ წერისთვის და ამიტომ არ ტარდება უკვე ახალგაზრდა თაობა, აი რა ღონისძიებასაც არ უნდა ატარებდეს. ხო უკვე მწერალთა სახლი რო ჩამოყალიბდა, ხო?
ჩვენთან უკვე 1919 წლიდან იწყება აი ამ მწერალთა სახლის, რომელიც შემდეგ მწერალთა კავშირში გადაიზარდა, ხო? ჩამოყალიბება ყველა ღონისძიებაზე იწვევენ ეკატერინე გაბაშვილს. არ არის არანაირი ღონისძიება, რომელზეც არ იწვევენ. თუ რამე კრებულებს გამოსცემენ, აუცილებლად სთხოვენ, რომ რაღაცა მოთხრობა დაბეჭდოს, თქვათ, ან ახალი, ან ძველი მოთხრობა და სახლშიც ძალიან ინტენსიურად დადიან მასთან და აი რო არ იგრძნოს მარტოობა, თქვათ, აი მიტოვებულობა, დავიწყებულობა, რომ არ იგრძნოს. ეს ნამდვილად არის, რასაც ნუ უკვე შემდეგ თაობებზე ვერ ვიტყვით, ხო? ეს მემკვიდრეობითობა, აი რაღაცნაირი მე ვიტყოდი ესეთი ინტელექტუალური ნათესაობა და უწყვეტობა არსებობს აი ამ თაობებს შორის იმ ეპოქაში და ჩემი აზრით ალბათ ეს განპირობებულია სწორედ იმითი რომ ესეთი კულტურული რეპრესია მაინც არსებობს და ეს ქალები გრძნობენ რომ უნდა იყვნენ ერთად და ბოლოს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება ამაზეც თქვა ხო იმიტომ რომ ერთადერთი მწერალი ქალია, რომლის მოთხრობის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი კანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა, ხო? ნუ ამ ხელა სიმაღლის დაპყრობა, აი ამ პატარა მოთხრობით, მოკლემეტრაჟიან სექციაში, ხო? კი ბატონო. ხო, და აი მისი სახელი გავიდა, აი ამ კი ბატონო, თვითონ ეს ფილმი საქართველოში ძალიან აღიარებული იყო. ფაქტობრივად მე იმ თაობის ადამიანებთან ვისთანაც მისაუბრია, ეს ფილმი რომ გამოვიდა, აბსოლუტურად ყველა ფილმი, რაც კი გადაღებული იყო ჭიაურელის, აბსოლუტურად არავინ არ ლაპარაკობდა არც ერთ ფილმზე. ეს იყო იმდენად ჰეროიზებული ფილმი ჩვენთანაც საქართველოში, რომ შეიძლება ამანაც გამოიწვია, რომ წაიღეს კანში. ეს ფილმი, მაგრამ ეხლა აი ცოტა ხანი დაუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელობას, აი ეს მთელი ეს გამოცდილება დაუბრუნდეთ. გადავშალოთ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები. ეკატერინე გაბაშვილი კი არავინ ქალი მწერალი იქ არ არის საერთოდ. ამოღებული არის. ესე იგი, ვინ აკეთებს ამ სახელმძღვანელოებს ერთი მინდა რომ რაღაცა შევხვდე დაველაპარაკო, ხო? ესე იგი, საბჭოთა პერიოდში ცოტა მწერალი, მე მგონი მხოლოდ ეკატერინე გაბაშვილი იყო, სხვას ვის გვასწავლიდნენ. ერთადერთი მწერალი ქალი იყო, ვისაც გვასწავლიდნენ. და ანა კალანდაძის ლექსებს ვსწავლობდით ბოლო კლასში. ბოლო კლასებში ვსწავლობდით. ღვინია გადაიჩეხა, მეორე მოთხრობას ვსწავლობდით კიდე. ბატონო? თინას ლეკურის სკოლაში ჩვენ არ გვისწავლია. ხო? ნუ შეიძლება ვიღაცამ ვისაც წაკითხული ქონდა, მერე შეიტანა. და ეხლა აბსოლუტურად სტერილური არის ქალი მწერლებისაგან ჩვენი სახელმძღვანელოები. მე ჩემი შვილებისთვისაც მიკითხავს უпростоრად როცა სკოლაში სწავლობდნენ, მაშინ არ მიკითხავს, მაგრამ რომ დაამთავრეს მერე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეკატერინეს მაინც დატოვებდნენ სასკოლო სახელმძღვანელოებში. და ეხლა ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ დავინტერესდი სპეციალურად, არც ერთ კლასში არანაირი ქალი მწერალი არ ისწავლება. რაც ნუ სრულიად წარმოუდგენელია, სრულიად წარმოუდგენელი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ისევე როგორც აი ეკატერინეს ეპოქაში, წინა ეპოქაში და შემდეგ უკვე, თქვათ, მე-20 საუკუნის, ასე ვთქვათ, ემანსიპატორულ მოძრაობებში ქალები აცნობიერებდნენ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ისეთ ქალებით მდიდარ კულტურაშიც, როგორც ქართული კულტურა, მაინც იმას, რაც ქალებმა გააკეთეს. პარადოქსულია თითქოს, მაგრამ ნუ ნამდვილად ასია. ხო? მე რომ ვაბარებდი, აი სულ მახსენდება, რომ ფილოსოფიურზე ვაბარებდი მე და მახსოვს ისტორიის გამოცდაზე როგორ დაგვცინოდა ეს ისტორიის გამომცდელი გოგოებს, ვინც ვაბარებდით, ხო? ეხლა სად ნახეთ ერთი ქალი ფილოსოფოსიო? სად აბარებთ, რა გინდათ ფილოსოფიის ფაკულტეტზე? ხო, ასე რომ აი რაღაცნაირი აი ესეთი
ну როგორ გითხრათ ზოგან იგნორირების, ზოგან რაღაცა მენტალური არ დაშვების კულტურა მაინც მუშაობს ჯერჯერობით. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ სამოქალაქო ცხოვრებას, პოლიტიკურს, კულტურულს არ აკლია ქალების რაოდენობა. ეხლა აქ კიდე არის მეორე არგუმენტი, კი არიან, მაგრამ აბა გენიოსები არ არიან, ხო? ვითომ ეხლა მამაკაცები ყველა გენიოსები არიან, ხო? ეს რაღაც არ ვიცით, მე რაღაც აი პატრიარქატული კომპლექსია თუ აი რაღაც არის ეს რაღაცა პატრიარქატის ძლევამოსილების რაღაც საცეცები, მოკლედ მაინც მოქმედებს, რაღაცნაირი სკეპსისი არის ქალი შემოქმედების, ქალი ინტელექტუალების მიმართ, სადაც აი რაღაც ან ძალიან გენიალურს ელოდებიან ქალისგან, ან კიდე იცით რა იწვევს ამას, რომ მაინც ის გარემოება, რომ ქალები წერენ სხვანაირად. აი რაღაც სხვა ფენომენებს აქცევენ ყურადღებას. აქვთ სხვანაირი ინტელექტუალური გადახარშვის მეთოდები ამ ყველაფრისა. შეიძლება ეს განაპირობებს იმას, რომ რადგან ეს ტექსტები, ეს არტეფაქტები არ გავს მამაკაცურს, ან არ გვესმის. არ გავს, შეიძლება არ გავს. როგორ არის ხა მამაკაცები სხვანაირად წაიკითხავენ, თქვათ ეკატერინეს მოთხრობებს, ხო, ან თანამედროვე ქალი მწერლების მოთხრობებს, ხო? უბრალოდ აი ეს არქეტიპი მოქმედებს, რომ აი ისეთი თუ არ არის, ესე იგი არ ვარგა, ხო? შეიძლება ძალიანაც მოეწონოს, მაგრამ რაღაც სხვანაირია რა და რადგან სხვანაირია, ესე იგი რაღაც მანკიერია, რაღაც ისეთი არის, აი ისეთი უნდა იყოს, როგორც მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილი წერს, აი ისეთი უნდა იყოს. ხო? აი ქალებიც სხვათა შორის, რომლებიც არიან არა იმიტომ, რომ მაგალითად მამაკაც მწერლებს ბაძავენ. არამედ იმიტომ, რომ მანერულად რაღაცნაირად მაინც უფრო წერენ, როგორც მამაკაცები, ხო? აი იმათ მიმართ უფრო არიან აი ღიად ანტიფემინისტები ვთქვა, თუ აი ღიად რომ აი რასის სულელი ეხლა ქალის გამოცდილებაზე რატო უნდა ვწერო, ან ეს ფემინიზმი რასის სულელია, აი ხო არის ზოგი დემონსტრაციულად, ზოგი ქალი დემონსტრაციულად ამბობს ამას, ხო? ან თქვათ რომელიმე ჟურნალისტი თუ შეეკითხება, რომ ან არიან ისეთი ქალებიც, მწერლებიც, რომლებიც სწორედ წერენ ქალებზე, ან თვითონ თავიანთ გამოცდილებებზე წერენ და რაღაცნაირად იბოდიშებენ. რო აი ფემინისტი არ გეგონოთ ეხლა მე ეს რო დავწერე, კი დავწერე რაღაცა, მაგრამ არა, ხო, ანუ რაღაცნაირი აი ეს ფემინოფობია არის შეიძლება. და ამას ახერხებდა ეკატერინე გაბაშვილი. ხო, არა, ეკატერინე მე-19 საუკუნეში. ეკატერინეს აბსოლუტურად არ პატრიარქალურ საზოგადოებაში. კი ბატონო და ამიტომ მაგ მხრივ ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ რაღაცნაირი ამ ქალების ბიოგრაფია, მათი ნაწერები რაღაცნაირი არგუმენტია და კონტრარგუმენტია უბრალოდ იმის სასარგებლოდ, რომ ქალებს შეუძლიათ ყველაფერი. და სხვა შორის იზა ორჯონიკიძის კაბინეტი მახსენდება, პირველად რომ მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მითხრეს, რომ აი დერეფნის ბოლოში არისო იზას კაბინეტიო და იქო მიდიოდა. არ ეწერა, რომ იზა ორჯონიკიძე იყო, ეწერა ესეთი ფრაზა. ქალ შეუძლია ყველაფერი, მამაკაც ყველაფერი დანარჩენი. ხო, ამით მივაგენი, მოკლედ იზას კაბინეტს. დიდი მადლობა, ეხლა შეგვიძლია დისკუსიის ნაწილზეც გადავიდეთ და თუ არის აუდიტორიაში კითხვები, სიამოვნებთ. აი გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოხსენებისთვის. ის რომ ეკატერინე გაბაშვილმა ფაქტობრივად ქართულ ლიტერატურაში რაღაც პატარა რევოლუციები მოახდინა, არა თუ პატარა, მნიშვნელოვანი რევოლუციები, ხო? აი რომ მიუდგეთ პოლიტიკურ საკითხს, ხო? ეკატერინე გაბაშვილი იყო ფემინისტური ასე საწყისების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ხო, საქართველოში. აი შეიძლება ვუწოდოთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო რაღაცნაირად ანარქისტი ქალის სახელტიპის ჩამოყალიბების. ანუ ხო არ მივიჩნიოთ, რომ
პოლიტიკურად ეს ადამიანი ლიტერატურას რო გავცეთ, იყო პირველი ანარქისტი ქალი საქართველოს ისტორიაში. ეხლა გეტყვით, მაგ ანარქისტთან დაკავშირებით რა ვითარება? ანარქიზმი მაგ პერიოდში არის პოპულარული. და უკავშირდება მარქსიზმის ერთ-ერთ წყაროს უტოპიურ სოციალიზმს. უტოპიური სოციალიზმი ამ პერიოდში არის ძალიან პოპულარული. მთელი ეს რუსი განმანათლებლები იმ პერიოდისა ეს დობროლიუბოვი, ეს გერცენი, ვიღაცები წერენ სწორედ ამაზე. და აი ეს რაც მე გითხარით მისი მოთხრობების ასე ვთქვათ ეროტიკულ ელფერზე, ელფერიც განპირობებულია სწორედ აი ამ უტოპიური სოციალიზმის იდეებით. უტოპისტები ძალიან პროქალურები იყვნენ. და მკაცრად აკრიტიკებდნენ ოჯახს როგორც ინსტიტუციას, რომელიც ახშობს აი ამ ქალების შემოქმედებით პერსონალურ განვითარებას და გარდა ამისა უტოპისტები ძალიან აკრიტიკებდნენ მამაკაცის დომინირებას ოჯახში და მის აგრესიულ ბუნებას. ამიტომ ეს იდეები იმ პერიოდის საქართველოშიც ვრცელდებოდა და ჩემი აზრით ეკატერინეს მოთხრობების აი ეს პერიოდი 80-იანი 90-იანი წლები, სადაც ის ესეთ ძალიან როგორ თქვა, სოციალურად მგრძნობელი არის და აი ანარქიული არის, ხო, აი ამ თავის იდეებში განპირობებულია სწორედ აი ამ უტოპიური სოციალიზმის იდეების გავრცელებით საქართველოში. ეხლა რადგან თქვენ პოლიტიკურად გაინტერესებთ ანარქიზმი, ანუ მისი როგორც მწერლის აი ამ ანარქისტული იდეების კავშირი გაინტერესებთ არის თუ არა პოლიტიკურ ანარქიზმთან, აი ამაზე გიპასუხებ. პოლიტიკურად ეკატერინე ჩემი აზრით არის უფრო ეროვნულ დემოკრატი. მე მგონი მისი შვილის ეროვნულ დემოკრატობაც განპირობებული არის ამითი. აი მაგალითად პოლემიკები, რომელიც მე-19 საუკუნეში მე ძალიან მაინტერესებდა და განსაკუთრებული ინტენსივობით ვიკვლიე პოლემიკები. იმიტომ რომ პოლემიკა რაღაცა სხვა ტიპის, რაც ჩვენს თანამედროვეობაში არ არის მაგალითად. აი Facebook-ზეც კი, აი დაწერს ვიღაც Facebook-ის ლომი, ვთქვათ, რაღაც აზრს, ხო? და როგორც კი შენ განსხვავებული რაკურსით შეეკითხები, ნუ გამოდის მწყობრიდან. ხო? ანუ მას არ აწყობს, რომ იმაში რაც დაწერა, ეჭვი შეიტანო. ჩვენთან არ არსებობს პოლემიკა, აბსოლუტურად გამქრალია. მედია სივრციდან, ეს იქნება ტელემედია, ეს იქნება სოციალური მედია, აბსოლუტურად. ამიტომ მე მაგალითად ამ პერიოდს უწოდებ ინტელექტუალური სტაგნაციის პერიოდს. ამიტომ არის ძალიან ბევრი ბელადი გაჩნდა ჩვენს სინამდვილეში სწორედ აქედან, რომ არანაირი განსჯა, არანაირი ეჭვის შეტანა არაფერში არ შეიძლება. და მე-19 საუკუნე ამ ხრივაც არის სრულიად უნიკალური, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც რადიკალურად არ ეთანხმებიან და ვერასოდეს ვერ დაეთანხმებიან ერთმანეთს, აი ბატონო, ქალბატონო, თქვენ რო ეს თქვით, მე ასე არ გეთანხმებით, ამიტომ არ გეთანხმებით, თქვენ არა გაქვთ არგუმენტები, დამარწმუნე, მითხარი, აი ესეთ დისკურსში მიდის. ჭავჭავაძის და ჟორდანიას პოლემიკა, ხო. წიგნად დაიბეჭდა, ძალიან საინტერესო. ხო, ყველა საკითხზე იყო პოლემიკა. ხო, აი იმას რო კითხულობ, სად არიან? ძალიან მაღალ დონეზეა და აი ამ კულტურის ნაწილი ჩანს, რაც ეხლა აი ძალიან კი, კიდე რაც თავარია პატივისცემა. შენ თუ მეორე ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ეს, აი შენი მტერიც რო იყოს, ხო, ყველანაირი აზრით. თუ მის დამი არა გაქვს პატივისცემა, როგორც პიროვნების მიმართ, ხო? ესე იგი შენ არ გაინტერესებს სინამდვილე, არ გაინტერესებს ჭეშმარიტება. შენ გაინტერესებს რომ მოიგო. პოლემიკაში უნდა მოიგო, ხო? პოლემიკები, რომლებიც იმართებოდა სახელმწიფოს მოწყობაზე, მეურნეობაზე, იგივე ქალთა საკითხზე გამოირჩეოდა იმით, რომ ეს იყო აი სწორედ ისეთი პოლემიკა, წლობით გრძელდებოდა, იცით? აი იგივე აი სცენის მოდერნიზაციაზე, ცისკრის პოლემიკა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ილია ძალიან უხეშია და
აი ამ ბარბარეს ეუბნება, რომ საერთოდ ჩვენ საჭმელი ხო არ გონიაო ეს ესთეტიკა და პოეტიკა და ისინი რა უფლებით წერ ამაზეო სახლიდან ფეხი არ გამოგიდგამსო, ხო? ძალიან მკაცრად წერს, მაგრამ ეს პოლემიკა ამას ჩართული არის დაახლოებით 12-მდე ადამიანის ხოშურს არ არის ეს პოლემიკა ბოლომდე შესწავლილი. მე ბოლომდე ვიცი მოკლედ რა ვინ შემოუერთდა და როგორ არის. ხო და მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებიან ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი დელიკატური და მართლა აი ჭეშმარიტების და ახალი აზრის დამბადებელი პოლემიკები მიმდინარეობს. ეთიკის ჩარჩოებიდანაც არ გამოდიან, ანუ პატივის თემა ყოველთვის არის. ხო და აი ანარქიზმს რაც ეხება, ხო, იქ ძირითადად მამაკაცები იწყებენ ხოლმე ამ პოლემიკას, აი მაგალითად ერთ-ერთი პოლემიკა გამოიწვია მარჯორი ოდროპის მიერ განდეგილის თარგმნამ, მარჯონი გამოაგზავნა ილიასთან წერილი, ну თანამედროვე ტერმინებით რო ვთქვათ, კოპირაითი მოსთხოვა დაბეჭდვაზე, რომ თარგმნეო ესო განდეგილი, თუ შეიძლება რომ დავბეჭდოო. და ეს მისი წერილი ქართულ ენაზე დაწერილი დაიბეჭდა ივერიაში და ნუ იქ ატყდა რაღაც მეორედ მოსვლა. იქ ერთი ჩიორა იყო ესე იგი ივერიის თანამშრომელი და მან დაწერა, რომ აი ნახეთ ეს ინგლისელი ქალი, ქართულ ქალებს ეუბნება როგორ ისწავლა ქართული ენა და თქვენ როგორ ივიწყებთ, რომ აი ამ რუსული იცით მარტო უკვე და ნუ რაღაცა. და იქ მთელი პოლემიკა არის, რამდენიმე მამაკაციც მონაწილეობს, მოკლედ და მე ძალიან მაინტერესებდა რას ჩაერთვებოდა თუ არა და ძალიან დიდხანს ვეძებე სხვათა შორის, იმიტომ რომ პოლემიკა ისე კი არა, რომ პირველ ნომერში ერთი დაიბეჭდა, მეორე ნომერში პასუხი, ხო? შეიძლება 1 წლის მერე იყოს, 3 თვის მერე და მთელი ივერია უნდა ნახო მოკლედ. ხო და ეკატერინე არ დგას ქალების მხარეს ამ პოლემიკაში. ანუ ესე იგი ქალები, რომლებსაც საყვედურობს ეს ჩიორა, რომ თქვენ ქართული ენა დაივიწყეთ და საოჯახო ვალდებულებები დაივიწყეთ და რაღაცა, ну მოლოდინი გაქვს, რომ ეკატერინე მხარს დაუჭერს ქალებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ ინგლის ვორდროპმა ქართული ისწავლა, იმიტომ რომ სკოლაშიც ისწავლა, უნივერსიტეტშიც ისწავლა და ინგლისურმა საზოგადოებამ გზა გაუხსნა მის განვითარებას. ჩვენ ვერც სკოლაში ვერ ვსწავლობთ, არც უმაღლესი სასწავლებელი არა გვაქვს და ყველანაირად დაბლოკილი ვართ საზოგადოებრივი საქმეებისგან, ხო? მაგრამ ეკატერინე პასუხობს სხვანაირად, რომ ჩვენ ვართ ახლა ისეთ ვითარებაში, რომ ქალების და მამაკაცებიც ვართ ერთნაირად ცუდ მდგომარეობაში. და ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვიყოთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ აი როგორ გავაკეთოთ, როგორ მხარში დაუდგეთ ერთმანეთს, ხო? აი ვიწყებთ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, გაკილვას და ჭყუპს ერთმანეთთან და ერთმანეთის ლანძღვას და ასე შემდეგ, ხო? და ის, რასაც ჩვენ რო საყვედურობენო მამაკაცები, ესო მართალიაო. ესე იგი ჩვენ იმდენად ავყევით აი ამ თანამედროვე სიტუაციას, აი ამ ასიმილაციის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას, რომ ქართული ენაც დავივიწყეთ, ოჯახებიც დავივიწყეთ. იქ იცით რას საყვედურობს ეს ჩიორა, რომ თქვენო დადიხართო და აი ამ ქმრებსო რაც ფული მოაქვთო სახშიო, ყველაფერსო ლოტოს თამაშიო და იმაში რა ქვია, კაბების შეძენაშიო და იმაში ხარჯავთო, ხო? მაგრამ ეკატერინე ხა ესე პირდაპირ კი არ უჭერს იმას ხარს, მაგრამ ამბობს, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების საძირკველი არის ოჯახი, რომელიც დღეს მთლიანად დანგრეულია. ამიტომ მამაკაცი თუ გვისაყვედურებს ამას, ესე იგი, კი არ უნდა ვიუკადრისოთ, პირიქით უნდა ვთქვათ ეს ასია თუ არ არის ასე. და ვისი ბრალია? თუ მამაკაცის ბრალია, ჩემი აზრითო ორივეს ბრალიაო. ამიტომ ორივემ უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაციაო. მოკლედ ეს არის რა. ანუ ეკატერინე არის იმდენად ფემინისტი, რამდენადაც ნაციონალისტი, შეიძლება ითქვას, ანუ ყველაფერი ის, რისიც მას სჯერა საქართველოსთვის. არაფერი არ არის ისეთი, რასაც ის უყურებს ამ ნაციონალური, ესე ვთქვათ, ჩარჩოებიდან გარეთ. ან პერსონალური სარგებლისთვის, ან რაღაცა გამოჩენისთვის, ხო, რაც თანამედროვე ეპოქას ახასიათებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ დროინდელი ნაციონალისტები იმ რეჟიმისთვის პირდაპირ ანარქისტები.
როგორც რეჟიმის გადმოსახედიდან, მაშინდელი ნაციონალისტი იყო ანარქისტი. შეიძლება, ხო, შეიძლება, მაგრამ ესენი აცნობიერებდნენ, რომ ამ იმპერიის მარწუხებში ლაპარაკი, თქვათ, რაღაც ისეთზე, რაც ნაციონალურ ინტერესს მიღმურია, უბრალოდ არასერიოზულია რა. აი ესეთი. ახლა იყვნენ ისეთებიც, ახლა როგორების დღესაც არიან, ხო იცი, ხმასაყოლილები, ხმასაყოლი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რას ემხრობა. ხო? ასეთებიც იყვნენ და ნუ ყოველ შემთხვევაში ეკატერინეს გარემოცვაში ასეთი ხალხი ნაკლები იყო ძალიან, ეკატერინე ძალიან ასე ვთქვათ, ინტერესდებოდა და ესე იგი მის თვალსაწიერიდან არ უშვებდა არავითარ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებსაც აი სრულფასოვნად ესმოდათ რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და ქვეყანა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ აი ამ ნაციონალური იდეებიდან და ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებიდან გამომდინარე. მადლობა ქალბატონ ლელას, გაფრინდაშვილის პროფესორს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი გორის ისტორიის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილზე. და ალბათ არაერთი დისკუსია კი არა, უამრავი დისკუსია დაჭირდება მისი შემოქმედების, მისი ღვაწლის, მისი საზოგადოებრივი ცხოვრების განხილვას და ალბათ უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ აი დღემდე დისკუსიის დასაწყისში ვთქვი, რომ ეს ქალი ეკატერინე გაბაშვილი ძალიან ზოგადად ვიცით, მაგდანას ლურჯათი ვიცით და ამხელა უკიდეგანო, ასე ვთქვათ, განათლების, მოღვაწეობის და ქალთა მიმართ კი ბატონო, დამოკიდებულების მქონე ადამიანი იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დისკუსიების ციკლი გრძელდება, გორის დისკუსიები გორზე. კიდევ ერთი დისკუსია გველოდება წინ უახლოეს დღეებში.